ჩემო ზურიკო. გამევიდა თქვენი ხელი ხაჭაპური. ნინო, მე მგონი ასე ბევრი ვერ გამოაცხობს ამისი ხელია, კი. ნინო, ბატონო. შენ ხო ვიცი ჩვენთან კაფეში რაფერი ხელ ხაჭაპურს ვაცხობ? კი. ძალიან კაია, მაი. კეცის ხაჭაპურზე რო ვირევი კი იცი შენ, მაგრამ იგიც გადასწარებია. ხო, იმის შეგიძლია 4 ხათს მოკეცო და შეჭა. ხელია. მაგ ხაჭაპურის საჭმელად შორიდან მოდის ჩვენთან ხალხი. ეს არის მაწვნის ცომი. მაწვნის ცომი, რო გავაკეთოთ რა. ხო, მაწვნის ცომით რო გავაკეთოთ, მაწვს ვაკეთებთ სახლში. ხო, სახლში რო გავაკეთოთ, იმდენი დაგიჯდება 2 ლარი ვერს ახლა, 1.5 კილოიანი კილა. ხო, სოფლის არის 1 ლიტრი რძე. მაღაზიაში რაღაც მაწვენი იცი? 200 გრამია. ხო და ძვირი გამო. ძვირი კი და ამიტომ ჯობს ვიყიდოთ რძე, სოფლის რძე და გავაკეთოთ მაწვნის სახლში. ხახალზე გადმოგა? ხახალზე ხო, იმიტომ რაც ისველი აქ ახლა შეიწოს, ანუ წყალს. და დარჩება სქელი დედა. და 9 ლიტრიან ბანკა კილას უნდა 1 ჩაის კოლზი დედა. ხო. გახსნით და რძე უნდა ჩავასხათ იმდენში, რომ თიც ნეკათიც 8 დათვლას უძლებს ის ტემპერატურა. შეძები ცოდია კაცო. ხო, იმიტომ მე სახლში ვაკეთებ მაწვას, აი ეს. ჩაყოფთ 2, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8 ცოტა კი გამიჭირდა ცხელია, მაგრამ არ აღშავს. მაინც ესე ჯობია. აი შეხედე რამდენი წყალი გაუშვა. ხო. ამიტომ ჩავდებ. კილას მე გამოვავლე უკვე ცხელი წყალი და უკვე ცივიც არ არის ეს კილები, ნახე. ეს სავსებით საკმარისია ეს დედა. ზე ვაფარებ აუცილებლად ქარალს. ჩვენები ემალის ქვაბში აყენებენ, ვედრო გვაქვს დიდი ემალის, 10 ლიტრიანი. კი ბატონო. იმაში ვადედებთ მაწვს. ხო, ის როცა ბევრი გჭირდება ხო. კი. ეხლა აუცილებლად უნდა მოურიოთ. და დაახურო ხალხი. გავაფარებ ქალს. დავდგავ თბილ ადგილზე და შევფუთავ. ეს არის გუშინდელი მაწონი ჩვენი, ზურა. ნინო, იცი რომ ცოტა შემჟავებული უხდება? ხო, აბა რა. იცი რა, ეს ცომი არაერთაც იზრდება, რო გიძველდება აცივარში. ხო. არაჟანი. გინდ მაწონი არაჩვეულებრივი ცომი გამოდის. ო, აკლია სიმჟავე, მაწონს მე აუცილებლად უმატებ რამდენიმე წვეთს ვაშლის ძმას, ან ისე ძმარით შეიძლება. ასე ნახე, ხა გავააქტიურებ მაწონს. გაფუძდება, გაფუშფუშდება. აი, შეხედე როგორ აქტიურდება მაწონი. აჰა, გადმოვიდა. ჩვენი ქილი და ჩემო ბატონო. ეს არის სახელდახელო ცომი, უცებ რომ მოვა სტუმარიანი და უცებ გამოაწყო ხაჭაპური. ბილი გამოდის, ისე და უცებ გამზადებ ცომს, არ უნდა დიდი ხანი ლოდინი. ცომს ნინო მაცივარში ინახავენ, მთელი დღეა. დილას ზელენ, ხო და დიდი გობით უდგათ მაცივარში მთელი დღე. ზურა, ეს იცი რომ 2-3 დღე შეიძლება მაცივარში ქონდეს? კი, როგორ არა. მაშინ თავმოკლ პარკში და კარგია ძალიან მაცივარში გამოტარებულიც, შვენიერი კაი ხაჭაპურები გამოდის, მაგრამ აქ ახლა იციან ამის ტექნოლოგია რამდენი ხანია. დიდი ხანია ცხოვრობ. ხო. აქ მარტო ეს ხდება, ხო ეს თხელი ხაჭაპური. მარტო მაგას ვაცხობ ნინო, მოსწონ ჩვენ სტუმრებს. ძალიან გვაქებენ. კი, ხაჭაპურის იმაში მივიღოთ ფესტივალში მონაწილე. ფესტივალიც არსებობს? აბა რა, ხაჭაპურის, კი. ფესტივალია რომ შეჭამდა ჟდები გემრიელას. კაი თოთინა ხაჭაპური. კაი თოთინა ხაჭაპური. ცოტა. და მე ცერტუთას გამორთოთ კაცო, მაგრამ დაბაზა ვანთე ფულს. სამსულა რო აჩერებ ახლა და არ ვიცი რა ასეთ რა სიქს. არ უნდა მაგას არ აჩერებ. არ უნდა ხო? არა ვიცი. შეხედე რა პატარა ცომს ხმარო. ეს არის ერთი ხაჭაპურის. მართლა მაიყოფა? აბა, იმ ხელად ახას მაიყოფა? კი. თუ არ ეყოფა და დავამატებ. ჩვენ ახლა აი ვასობიძია რომ არ ყავდეს ჩოხატაურიდან რომ არ გვიზიდავდეს ამ ყველს. კაცმა რიცის რას რა ვერ იყიდი ყველს. დღეს ერთნაირია, ხვალ მეორენაირია, საყიდლად ყველი ძალიან ძნელი რამეა. ძნელი გახდა. იმიტომ რომ ყველა მისწავლა რაღაცების შერევა. რას ურევენ? სოიოზზე და რაღაცებს. შემოძლებ. აბა. რა თორკა. ჩემო ზურიკო. გამევიდა თქვენი ხელი ხაჭაპური.
ნინო, მე მგონი ასე ბევრი ვერ გამოაცხობს ამის ხელია, კი. იგი ხომ მიყვარს და ვირეზი კეცის, მაგრამ ამაზეც არანაკლები. იმერული ამბავი არის, ნუ წავართმევთ იმერლებს. ხო, ეს არის ნამდვილი იმერული ხაჭა. ის იყო ნამდვილი გურული. აუ. ნახე, რა ხელია, არის? ნახია, ფურცელებით. ძალიან გემრიელია. ფურცელებით ამირთვით. ეს არის დიეტური ხაჭაპური. დიეტური? სომი ცოტა აშიგდი. კაიკია და ფუმფულა და კაი. კაიკია.